ეს არის ქრონიკა 8-ზე. ფიროსმანის შედევრი არსენალის მთა-ღამით საქართველოში დაბრუნდა და ეროვნულ გალერეაში დაიდო ბინა. მისი ხილვის საშუალება დამთვალიერებელს 1 კვირის განმავლობაში უფასოდ შეეძლება. ექსპოზიცია კი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნახატი, რომელიც 2015 წლის 1 ივნის ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე შეიძინა, მფლობელობის გადაწყვეტილებით საჩუქრად საქართველოს გადაეცა. ფიროსმანის ნამუშევარი დღეს კულტურის მინისტრს მოინახულა. ძალიან მიხარია ის, რომ როგორც სპეციალისტები მეუბნებიან ეროვნული მუზეუმის პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაში არის ეს სურათი და მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია საკმაოდ მდიდარი არის, ფიროსმანის ნამუშევრების ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატება არის. სურათი პირველად სწორედ ამ დარბაზებში იყო გამოფენილი 1919 წელს და აი ამდენი ათწლეულის შემდეგ 96 წლის თავზე ისევ უბრუნდება. ამ სივრცეს ისევ უბრუნდება საქართველოს და ყველა მოქალაქეს ამ ქვეყნის თუ სტუმარს შეუძლია მოგზაურდეს და დატკბეს ამ არაჩვეულებრივი სურათი.